ჩვენ სვანური ეთერი გვექნება უახლოესი რამდენიმე წუთი, ასე რომ სვანებო განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და დაგვირეკოთ 240-91-92-ან 240-92-92. ჩვენ უნდა წარმოგიდგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები და დავიწყოთ ანსამბლი მიჟენარი ჩვენ პიკისაეთის პირდაპირ ეთერში გვიხსენებია რამდენიმეჯერ, აგერ ჩვენ სტუმართან დათოსთან ერთადაც და უნდა წარმოგიდგინოთ სწორედ ამ ანსამბლის ხელმძღვანელი ბატონი ჯუმბერ მუკბანიანი და ის ასევე სხვა სვანებთან ერთადაა ჩვენთან სტუდიაში სტუმრად ბატონი დავით ზურაბიანი და ბაჩუკი მუკბანიანი. დილა მშვიდობის და ხოჩალადე. ხოჩალადე. როგორ ძანდებით? კარგად ვართ, კარგად. ადრიანა დაუდექით, მაგრამ არა უშავს. ჩვენ ვკითხეთ? შაბათი კვირები ცოტა. როგორი? ძიმე. ძიმე. ნუ ბევრი კუთხით შეიძლება სიმძიმე. იუბილე აღნიშნეთ და აი ეს ამით დავიწყოთ რა თქმა უნდა 15 მაისს. მაისს, კი ბატონო. ბატონ ჯუმბერ, თქვენ გახდით 85 წლის, მე რამდენი დაწვიცი? 85, რამდენი წლის გახდით? 85. 85 წლის გახდით. გილოცავთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში, რომ კიდევ ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ სასიკეთო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა. ბატონ ჯუმბერ, მართლა ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი სტუმრობა და საზოგადოება თქვენ გიცნობთ, თუნდაც პიკისაეთის ეთერიდან, მაგრამ გვინდა რომ უფრო მეტი გავიგოთ თქვენ შესახებ, ბიჭებიც დაგვეხმარებიან ამაში და თუნდაც დავიწყოთ იმით, რომ ისტორიული ანსამბლი, ხო, მიჟენარი, რომელიც რამდენი ხანი არსებობს, რომელმაც ძალიან ბევრი თაობა გამოზარდა და რომლის ხელმძღვანელიც ბრძანდებით თქვენ. შეგიძლიათ ამ ანსამბლის შესახებ რომ გითხრათ, როგორ დაიწყო თუნდაც ყველაფერი ძალიან ბევრი წლის წინ? კი ბატონო. კი ბატონო. მე პატარა ბავშვი ვიყავი, პატარა ბავშვი. დიახ. დედაჩემაც მშვენივრად იცოდა ჭიანურის დაკვირა მუსიკა, უყვარდა, გლეხი ქალი იყო. შემაყვარა დედაჩემეს მუსიკა. პირველი გასვლა ჩემი ოლიმპიადებზე ლენტეხის რაიონის ცენტრში იყო 4 წლის, რა ქვია, მე-4 კლასში ვიყავი მაშინ. დიახ. უკრავდი კარგად ფანდურს. და ტაბურეტკას სკამებს ვეუბნებოდით, მაშინ ის კი არ იყო ასეთი სკამებს სად ნახავდი. დიახ. ფეხებს ვერ ვაწვდენდი პოლამდე. ამას ჯოხები ხო აქ იმას ჯოხები ქონდა ასე იმაზე ვადგამდი ფეხს და უკრავდი და ოვაცია იყო აუდიტორიიდან, ასე პატარა ბავშვი ასე კარგად უკრავს. მოვდივარ მე სკოლაში ანსამბლი შეიქმნა გუნდი, იქ სოლისტი ვიყავი იქ და მე-11 კლასში რო ვიყავი, მაშინ გუნდი ხელმძღვანელად დამნიშნეს და ხელფასი 32 მანეთი. ეს მაშინ დიდი ფული იყო, ხო? 32 მანეთი კაი ფული იყო და კაი ფული ახლა და დავამთავრე ჯარში გამიწვიეს იმ წელსვე. ჯარიდან რო დაუბრუნდი, იმ წუთშივე ისევ სკოლაში დამაბრუნეს. ხელმძღვანელო ანსამბლი, მას შტატი ჰქონდა დიდი, ახლა მას ხელფასები იყო და ხელფასი იქვე ჩემს გვერდით იყო ის სკოლა და ჩემთვის კარგი იყო ახლა ეს ახლოს და თან მიყვარდა ეს. იქ ვიმუშავე გარკვეულ პერიოდში და წარმატებები ჰქონდა სულ სკოლას. პირველ ადგილს არ გვაძლევდა და სამალე კი არის, მაინც რაიონის ცენტრს უნდა წაეღო, ცენტრი ის იყო ახლა დიდი ის რა თქმა უნდა და მეორე ადგილი ყოველთვის ჰქონდა და ხან პირველი ადგილი ჰქონდა. ჯოკია მეშველიანის ანსამბლის წევრი იყო. კი ბატონო. თვითონ ჯოკია მეშველიანის ლეგენდები დადის. გეტყვით. დამთავრდა ეს ყველაფერი, ახლა ასე წავიდა და მე შევქმნით პატარა ანსამბლი. სახელი არ დაგვირქმევია ამისთვის, მუშაობდით და არა უშავდა კარგი, მე კლუბის გამგედ გადამიყვანეს იქ. კლუბი იყო და ხელფასიანი რა თქმა უნდა და თანამშრომლები ყავდა 1, 3, 4. დიახ. და იქ რაც წარმატებულად წავიდა ჩვენი ამბავი და პირველი თბილისში ჩამოსვლა, ესე იგი ფეხი არ დაგვიდგია თბილისში. კომპოზიტორები იყვნენ, შოთა მილვარავა იყო ერთი, 3 კაცი წამოვიდა ჩვენთან. დიახ. და შეამოწმეს ჯოკია მეშველიანს ყავდა 75 ანსამბლის წევრი. მეც ვიყავი მის გუნდის წევრი ერთ პერიოდში. და მშვენიერი ანსამბლი.
და ვინც აიღებდა ახლა სკოლების შეამოწმეს ყველა რა სათბილისო ტელევიზია არ იყო, მაგრამ რადიოთი გადაცემა იყო და ავიღეთ პირველი ადგილი. მოგწეს ჩვენ 13 კაცი ვიყავით. და ჩამოგვიყვანეს თბილისში და გვიკვირდა ახლა მხალა აუდიტორია რამე ახლა ჩვენ ქალაქში ნამყოფი არ ვიყავით არაფერი და სამი სიმღერა გვამღერეს იქ. დიახ. მაგრამ იმისი ახლა იოსებზე პატარა ჩემი ბიძა იყო ის თვითნასწავლ კომპოზიტორი და არის აღიარებული ის კაცი. მოკვდა 62 წლის იყო რომ მოკვდა მაშინ. თვითონ წერდა ლექსებს, თვითონ ქმნიდა მუსიკას. მოსკოვში 38 წელს დეკადის დღეები ყოფილა და მოსკოვში ამისი ანსამბლი გაგზავნეს. იოსებ მოკბანიანის და იქ შექმნა მან სტალინზე აშამ მახშის ქვია სიმღერას. რას ნიშნავს? მადლობა სტალინსო, სტალინზე იყო ეს. მე იმ დღეს იქ მოსკოვში გააკეთა მეორე დღეს იმღერა და იმ წუთში გადაბეჭდეს ფირფიტებზე, ყველაფერი უბრალოდ პლასტინკები იყო, მაშინ ასეთი რაღაც არ იყო და მოედვა სტალინის ყურამდეც მივიდა და უზარმაზარი რაღაცა მოწონება დაიმსახურა, მოედვა მთლიან საქართველოს, მთლიან რუსეთს, თითქმის მოსკოვს და ყველას ეს სიმღერა. ახლა უკვე გვიგდალავენ იმის სიმღერის, მაგრამ ის ფოლკლორია, მაინც და ჩვენ მაინც მღერი ვართ ანსამბლი. ბატონო ჯუბერ, ბოდის გიხდით რომ გაწყვეტინებთ, მსმენელი გვირეკავს და მასაც მოусმინოთ. დილა მშვიდობისა. მოგესალმებით. ალო, მოგესალმები დავით, მოგესალმები ლანაშკა, როგორ ახარ? მოგესალმებით. კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად, არამიშავს. ხოჩალაპე, ხოჩამარე, მაგოთხარ მხბე. როგორ ბრძანდები, ხო ხარ კარგად ბატონო? ჯუმბე ხო ხარ კარგად? მადლობთ, მერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა. გაგახაროთ მეტად და ბატონო ჯუმბერ, მაინტერესებს რომელი სოფლიდან ახარ თქვენ და თუ ისნობდით კიდე ტუღუ ქურას ბედიანს. მადლობთ არის ეს. ახლა მე ვარ ჩოლურის თემიდან ვარ. ჩოლურის თემი ქვია ჩვენს სამი თემია საერთოდ ძირითადად და სვანე ქვემო სვანეთში. ლენტეხის რაიონში. შუა ცენტრში ვარ ჩვენ ჩოლურის ზევით არის კიდევ ერთი უბანი ლაშხეთი ქვია. ამას ლენტეხი ქვედა ზონას. და თეკალი ქვია ჩემს სოფელს. ჩოლური თემს. მიჟენარი სახელწოდებაზე უნდა გვეკითხა ბატონო ჯუმბერ თქვენთვის. მიჟენარი ამას რომ ვამბობ იოსებზე რომ ვთქვი ხომ იმან დაწერეს და იმის საპატივცემლოდ დავარქვით ჩვენ მიჟენარის ზიშუკია ხო ზიშუკი ქვია ჩვენც გვინდა პიკის საათში ერთი მზიშუკი ერთი მზიშუკი შემოვიტანოთ ჩვენთანაც სიმღერის სიმღერით რა შეიძლება შემოსრულოთ ჩვენს მსმენელს ამ მსმენელს ახლა ამ იმას ვერ ვიმღერებ ჩვენ იმიტომ რომ ანსამბლი ბეშენი ხალხი უნდა იმას თეი რას და ისე ლაჟღვაში შეგვიძლია ლაჟღვაში შეგვიძლია კი ბატონო. აი, შეგვიძლია. ყურსასმენები შეგიძლიათ მოიხსნათ. ბატონო ჯუმბერ, შეგიშლით ხელს და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მოგისმინოთ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები გახლავთ ბატონი ჯუმბერ მოკბანიანი, ბატონი დავით ზურაბიანი და ბატონი ბაჩუკი მოკბანიანი. გისმენთ ყურადღებით. ემზადებიან ჩვენი სტუმრები და შეგვისრულებენ, რა თქმა უნდა, სვანურ სიმღერას. ეს ჭუნერი ხო ის ამაზია დამოკიდებული ამინძე ჭუნერი და დღეს როგორი ხმა დღეს მოსწონს როგორც მითხრა ბატონმა ჯუმბერმა მშვენიერი ხმა აქვს და ესე იგი კაია გამოიდარა მშვენიერი როცანესტია ეს ხובה მაშო აბა ისმენთ
ძალიან დიდი მადლობა. ყველა სიმღერას ხომ რაღაც თავისი სათქმელი აქვს და რა იყო, რა ტექსტი იყო ამ სიმღერაში? ეს სიმღერა არის ვაჟღვაში. და რას ნიშნავს? ვაჟღვაში არის, მაგრამ საგალობელია, პრობლემაა ჩვენთან იციან რა. საქონელზეც და ქათამზეც და ყველა იმაზე არის ის ლოცვა ვიცი ჩვენ დღეებია წელიწადში ერთი დღე მაგალითად საქონლის იმის რომ იხაროს საქონელმა რაღაცა დღესასწაული. დღესასწაული და ასე ესეც ხალხის სიმღერა. კი ბატონო. ტექსტი ისე საინტერესო ის არის, ზოგადად ტექსტი არის ის გვამი დიდაბიაო და ლილი ოივო, ესეთ ტექსტია. ესე იგი შენი დიდებისთვისო ლილიო. ანუ ლილე იყო უძველესი ღვთაება იყო და მაგ ანუ როგორც სიმღერა არის ლილე, იგივე ტექსტია თითქმის ესეც ანუ რაღაც ძველ ისტორიულ მითოლოგიურ ამბებთან არის კავშირში რა. კი ბატონო, დავით ზურაბიანი საუბრობს, რომელიც ანსამბლების წარმომადგენელია, მაგრამ მიჟენარიდან დაიწყო, ხო, როგორც ის მუსიკალური კარიერა. ხო, ბატონი ჯუნბერის უშუალო ესეთი ჩარევით ცოტა ესეთ პერიოდი იყო, მაგრამ 95 წლის დაახლოებით ეს დრო იყო, ეს პერიოდი იყო და სვანეთში ძირითადად გასართობი ქონდა ხოლმე ჯოკერი. ხო და ბავშვობიდან ავიცი სკოლის ანსამბლში მღეროდი რაღაც ოლიმპიადებზე მღეროდი ხოლმე რაღაც, მაგრამ ეგ პერიოდი მე სტუდენტობა რაღაცები გაჩერებული იყო მაგ პერიოდში სადაც ყველაფერი და მოგეთ ესეთნაირად მოხდა მე მიჟენარიში ეს ძალით მიმიყვანეს და ჯოკერიც ცოტა მოუკელი უკეთესი გასართობი გავეთ. ხო და ნელ-ნელა ესე ვისწავლე მეც შევისწავლე რაღაც ჩვენი უძველესი სიმღერებია სხვათაშორის განსაკუთრებული სიმღერებია რამდენიმე სადაც მარტო იქ ჩვენთან იმღერება სოფელში ბერის აღდგენილია სიმღერები და მოტანილი დღემდე. მივედით ძირითადად განსაკუთრებული სიმღერები, იმიტომ რომ არის სიმღერები, რომლებიც კარგად იციან, იცნობენ, მელოდიაც ასე თუ იცის ხალხმა, მაგრამ არის მე სამწუხაროდ რჩება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ფოლკლორული ნიმუშები, სიმღერები, რომლებიც თუ აი თქვენაირ ადამიანებმა არ შეინახა და გადასცა თაობას, დაიკარგება, აღარავის აღარ ემახსოვრება მე. ბევრი სიმღერაა უკვე დაკარგული. დაკარგული ხომ არ არის ამის მნიშვნელოვანი სიმღერა. რაც თქვენ მამა-პაპა სამი სიმღერა გვაქვს ჩვენ აღსადგენი კიდევ რომ არ უმღერი არც ჩაწერილი არც მაგრამ ცოტა გვიჭირს ერთი კაცი ავათარი ახლა ვინც მოხუცებულია ძალიან მოხუცებული და იმასთან ჩასვლა მინდა ჩასახლებაშია წასული და მე პატარა ბავშვი ვიყავი და მაშინ მღეროდნენ იმას და არ უმღერიათ მე მახსოვს თითქმის ის მაგრამ ტექსტი ის ჩასვლა მინდა და მე მგონი ერთ ორ თვეში მაინც 2-3 სიმღერას აღვადგენთ კიდევ. არ სადაა ჩაწერილი ასეთი სიმღერებია. ბატონ ჯუმბერი, ესეთი ადამიანები არიან განძები, თავმემად შეგვიძლია ვთქვათ. ბევრი ასეთი განძია შემორჩენილი სვანეთში, ვისგანაც შეგვიძლია რომ ის სიმღერები აღვადგინოთ, რაც შემდეგ ჩვენ მომავალ თაობებს გადაეცემათ.
ახლა ჩვენთან ესეთი ის არის სიტუაცია რაღაც რომ ეს ჩასახლებები რომ მოხდა. დიახ. სტიქია მოხდა რაღაცა მართლა 400 ოჯახი იყო ჩვენს თემში. დიახ. ახლა დარჩენილია 80. ცოტა ამ ახალგაზრდების ისიც ჭირს. ჩვენ ახლა თითქმის პენსიონერები ვართ პრომეთ წელი იქ. დიახ. ანსამბლში. დაიცალა თითქმის და ახლა ერთი წელია უკვე ახალგაზრდები შემოვიყვანეთ იქ ახალგაზრდა ბავშვები მოსწავლეები სკოლის. პატარა დაფინანსებაც გვაქვს ახლა ეს 100 ლარია რაღაც ახლა ანსამბლის წევრებზე და იმათთვის არაფერი არ მიგვიწია ჯერ არ შეიძლება მათი ის ბავშვებზე რაღაცა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან იმედი მაქვს რომ ესე ბრწყინვალე ბავშვები არიან ცეკვაშიც კარგები არიან და სიმღერაშიც კარგები არიან. ბატონო ჯუბე უნდა შეგაწყვეტინოთ უკაცრავად სმენელი გველოდება ხაზზე. ორსასმენელი მოიგეთ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა მოგესალმებით და ამ მართლად და პატივცემულ ადამიანებს რომლებიც ჩამოვიდნენ აი დღეს მუზეუმების დღეა და სვანეთი საქართველოს მუზეუმია რაცაც გული მტკიოდა და ვფიქრობდი რა პასუხს მივიღებდი უკვე პასუხი გასცა ეს არის რომ იცლება საქართველოს სოფლები მაინტერესებდა ამ ხრივ რა მდგომარეობა იყო სვანეთში სამწუხაროდ სტუმარმა ბრძანა რომ იცლებაო რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს ჩვენი მარგალიტი ეს ჩვენი საქართველოს მუზეუმი კვლავ დარჩეს მუზეუმად და არ აი თუნდაც ისიც მაინტერესებს ლამარიას ტაძარი როა იქ რა ხდება ისურვებ წარმატებას, დღესდღეობას, ჯანმრთელობას და სვანეთის მუდმივად აღორძინებას. კი ბატონო, კიდევ ერთი სმენელი გველოდება, მასაც მოვუსმინოთ. გამარჯობა, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მაგრამ მიხარია. დილამშვიდობის. სვანები არ ასტუმრობთ, გვიან ჩავერთებე და. დიახ. დიახ. მე თვითონ სვანი ვარ. ძალიან სასიამოვნო. ხოჭალაძე. გვარი? გურციანი ხარ, სასიამოვნო. პროფესორ კოდორის ხეობიდან, წარმოშობით ეცერიდან ვარ. ეგენი სტუმრები თუ შეიძლება ჯუმბერ ბატონი ბატონი ჯუმბერ მოკბანიანი დავით ზურაბიანი და ბაჩუკი მოკბანიანი ხმოსვანები კი ბატონო და სასიამოვნოა ჩოლარ ხარი აქვს დიდი მადლობა რომ მართლაც აფასებთ სამურ სიმღერას და საკუთარ ქართულ სიმღერას მადლობა მადლობა ზარის ხოჭალამდე ხარიხია დიახ უი კაიტიშა უი ვეღარ მოვასწრო დიახ კი ბატონო წინამსმენელს შეგვიძლია პასუხი გავცეთ რამდენიმე კითხვა დაგვისვა რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ არ დაიცალოსო და აი მე მინდა მაინც ახალგაზრდათაობას რომ კითხვა აი ბაჩუკის მაგალითად თქვენ აი სვანი ხართ წარმოშობით სვანეთში გაქვთ ფუძე რა თქვათ რა სიხშირით ჩადიხართ იქ ცხოვრობთ თუ თბილისში ცხოვრობთ თუ როგორ არის სამწუხაროდ ხშირად ვერ ჩავდივარ ხო ეს არის აქეთ როგორც ბრძანა ახლა ბატონო ჯუმბერმა ჩვენც ჩამოსულები ვართ სტიქიის მერე აქეთ ავართ რა. დიახ. ხო და აქეთ გვაქვს ახლა თეთრი წყაროს რაიონში სახლი და დედა აქეთ არის, მამა აქ არის დასაფლავებული და ამიტომ ისე ხშირად ვერ ახლა ზაფხულობით ავაკითხავ ხოლმე და რომ მომენატრება მაშინ ავალ. და ძირითადად ახალგაზრდათაობა ასე არის? ძირითადად ახალგაზრდათაობა არის ესე, მე და დათო ეხლერთან უღერი ვართ აქ ანსამბლში და ვცდილობთ რომ აი ბატონი ჯუმბერასაც აკეთებს იქეთ და რასაც ინახავს და შემოინახა კიდე და აი ეს ჩვენც აქეთ გადმოვცეთ პირველ რიგში ჩვენთან ახლა ანსამბლში ვაკეთებთ ხოლმე რამდენიმე სიმღერა გვაქვს აკეთებული მაგრამ კიდე ბევრი აქვს გასაკეთებელი და ამიტომ მინდა რომ ძალიან დიდხანს ვყავდეს რა რომ გააკეთოს და მოასწროს ჩვენ ისევ მსმენელი გველოდება ხაზე კითხვის დასმა მინდოდა და ვერ მოვასწარიო კი გენაცვალე გისმენთ აბა მოგესალმებით ურჩიანი კი ბატონო გაითიშავ დიახ ხო მე მინდოდა მეკითხავ იყო ასეთი თოკიამესელიანის ანსამბლი ენტეხში ძალიან ცნობილი ანსამბლი იყო კი ბატონო სწორედ ამ ანსამბლის წევრი იყო ბატონი ჯუბერი აი მაინტერესებს მეკითხა და კიდე იოსებ ბუკბანიანი თქვენი ვინ იყო ბატონო ჯუმბერ ბიძა იყო ჩემი ბიძა აი ეს რო ხო გასასიამოვნოა სიმღერა სტალინს ასეთი შექმნა მაგრამ კი ბატონო ვიზაუბრეთ უკვე ამაზე გვიან ჩაგვერთეთ ალბათ საუბარში დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ წარმატება თქვენ შემოგევლეთ მადლობა ერთი დღეს ვანები გვისმენენ მე ერთი მომენტი აღნიშნოს აუცილებლად ესე იგი რაც მჟენარის გააჩნია სხვა ზოგადად ანსამბლებთან განსხვავებით უპირატესობა თუ უკეთესობა თუ კარგი მომენტი განსაკუთრებული რომ მღერიან ანსამბლში ბაბუა შვილი და შვილიშვილები თაობები სამივე თაობა ერთად მღერის და ცეკვავს
სიამოვნებით ვუმასპინძლები იმედია იგეგმება თბილისში კონცერტი დღეს გავაკეთებ და იმედია მიგიღებთ სიამოვნებით ნახავთ ხო ეს ძმის შვილია ჩემი ეს ვიზა ძმელი ჩემი და ძალიან სასიამოვნო ჩვენ კიდევ ერთი მსმენელი გველოდება ხაზი და შემდეგ კიდევ ერთი სიმღერა შევთავაზოთ მსმენელს გამარჯობა მოგესალმებით სვანი ბრძანდებით არა ბატონო იმერელი ვარ მაგრამ საქართველოს ყველა კუთხეს მივესალმები ხალხური სიმღერები და ცეკვები ეს ჩვენი აი ესეთი ძალიან ნატიფი ის არის ნებისმიერ მომენტში რომ შეგიძლია ეს სიმიში არხიო ყველა მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ და თქვენ ბრძანეთ რომ იცლება სვანეთი და ეს ალბათ ეკონომიური გაჭირვების გამო ხდება როგორც ყველგან და თქვენ ბრძანეთ ასევე რომ 100 ლარი გვაქვსო თითო წევრზეო არსებობს ასეთი გააჩინა და მოიგე სადაც 12-14 წლის ბავშვები მონაწილეობენ და მათ იმ 100 ლარს 200 ლარს რასაც მოიგებენ მშობლებს აძლევენ იქნებ თქვენ დანერგოთ ასეთი რომ ბავშვებს პატარა წახალისება ჰქონდეთ ეკონომიურადაც მოაძლიეროთ და თქვენი ანსამბლით რაღაცნაირად მშობლებს გადასცეთ ჩვენ კიდევ ნერგავთ მაგრამ საერთო თემას არ ეშველება მაგითი თორემ უფრო გლობალური ის უნდა მაგ თემას მიხედვა ხო რომ აი რაღაც სახელმწიფომ რაღაც პროექტები თვასა შემდეგ უნდა გააკეთოს ალბათ რომელიც უფრო სოფლისთვის ხო სოფლისთვის რომ აი გაჩერდეს ადამიანები და იცხოვროს იქ ოჯახებმა და არ იყოს თბილისისკენ ეს მასიური ძირითადად ასე ხდება. მოდით კიდევ ერთი სიმღერა რომ შევთავაზოთ ჩვენს ჩვენ ახლა რა სიმღერებთ ამჯერად? ბატონი ჯუმბერის თავის ვერსიას ვიმღერებთ ერთ-ერთ დიაშ დარჯილის ერთ-ერთ ვერსიას. და ჯერ სიმღერის შესახებ რომ გითხრათ ბატონო ჯუმბერ? აი ეს დიაშ დარჯოლი ამაზე ბევრი არის ლეგენდებიც არის რა თქმა უნდა რომ ასაშინას არ ვიტყვი ახლა ამისი და ბევრი ის არის და ჩვენ შევქმნით ანსამბლმა აჭარის მწერალთა კავშირის წევრი არის ჩვენებური კაცი კვასტიანი იმას ჰქონდა ამაზე ლეგენდა დაწერილი დიაშ დარჯოლზე ქართულად ქართულად ჰქონდა და იმაგთხოვა ჩვენ რომ ერთი პატარა სიმღერა და შევქმნათ რაღაც იმაზე და გავაკეთეთ ჩვენ იქიდან ამოვიღეთ ნაწილები დიაშ დარჯოლიდან და შევქმნით ეს ახლა რასაც მოისმენთ ჭიანურზე არის ეს და ჯერჯერობით ახლა მაინც თემას მასიურია ის არ ქონია სცენაზე არ გაგვიტანი ეს რაღაც კი ბატონო, ესე იგი პიკისაჩი მოისმენს ფართო აუდიტორია პირველად. ძალიან სასიამოვნო. ჩვენ სვენებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ. ახალგაზრდა თაობა მოისმინოს და გაიგოს, როგორ არის ნამდვილი ორიგინალი თორე. აქ სხვანაირად აკეთებენ მაინც, მე ნელ-ნელა იკარგება და ამიტომ ეს პრობლემა ამ შემთხვევაშიც გვაქვს, ხო? კი, ამ შემთხვევაშიც არის. ჩვენთანაც და ყველასთანაც. მსმენელი დიდხანს რომ არ გავოდით, მოგუსმინოთ და შემდეგ ვიმღეროთ. კარგით? დილამშვიდობისა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა მოგესალმებით. დიახ, ეთერში ბრძანდებით გისმენთ. ხოჩალად ხოჩაშვანა ჯუმბერგია დაათო ბაჩუკი. გაიხარეთ. ურამ კვასტიანის ოჯახი მოგესალმებათ. როგორ ხართ? ჯუმბერგია გილოცავ დაბადების დღეს ცოტა მოგვიანებით, მაგრამ დედის სიყვარული. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა. გაიხარეთ. წარმატებები გისურვებთ, სიხარულით და ჯანმრთელობას პირველ რიგში. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა თქვენ და ამ ქვეყანაზე ყოფილიყავი სულ სიკეთით მაკეთებად. ხოლმე რადიოში ყველგან შენი მარჯვენა მოუშველი ყოფილიყო. გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მიხარია რომ ამდენი სვანი მსმენელი ყავს თურმე. ჩვენ ამ სიმღერით უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ მობრძანდით ჩვენთან. მით უმეტეს დილას ცოტა რთულია ცოცხალი შესრულება, მაგრამ მაინც მღერით ჩვენი მსმენელისთვის და კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელს რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი ჯუმბერ მოკბანიანი, ბატონი დავით სურაბიანი და ბატონი ბაჩუკი მოკბანიანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონი ჯუმბერ. და დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ. თქვენივე სიმღერით დავასრულოთ.
Jasloch čvedde, jasvane čilo, hedi, misi hedi, doštos hedi, misi hedi, doštos hedi, doštos Yechu merut